ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტებზე ბრალდებული 4 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა სასამართლომ. სამ პირს პატიმრობა, ერთს კი 15,000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ბრალდების მიხედვით ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ამერიკაში თავშესაფრის მსურვალ საქართველოს მოქალაქეებს მოიძიებდნენ და მათ თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის ეგრეთ წოდებული кейსის შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებას და სასამართლოში მხარდაჭერას პირდებოდნენ. ეგრეთ წოდებულ кейსებში არ არსებულ ისტორიებს წერდნენ თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხებს ითხოვდნენ. გამოძიებით დადგენილია საქართველოს 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიმართეს. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გასაღების მუხლებით. დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, დასაბუთება, ის საფრთხები, რაც კონკრეტული აღკვეთი ღონისძიების გამოყენებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და დააკმაყოფილა ხსენებული შუამდგომლობა. სამ ბრალდებას შეუფარდა პატიმრობა, ხოლო ერთ-ერთი ბრალდების სრულად გამოიყენა გირაო. საქმეში არის არაერთი პირდაპირ მტკიცებულება, როგორც მოწმეთა მიერ გამოკითხვის დროს მიცემული ინფორმაციები, ასევე ამ ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებული არაერთი ელექტრონული ინფორმაცია, როგორც მოგეხსენებათ, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი ორგანიზებულად ახორციელებდა ხსენებულ დანაშაულს, როგორც მოგეხსენებათ, ხსენებული ორგანიზებული ჯგუფის მიზანი იყო გამოგონილი ისტორიების და ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე კონკრეტულ პირებს მიეღოთ თავშესაფარი თუ ვიზები ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, საქმეში არსებობს არაერთი პირდაპირ მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მათ მხრიდან კონკრეტული დანაშაულების ჩადენას.